გახვედრა. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. მე აუცილებლად მოვყვე 2012-ის არჩევნები. კი ბატონო, 12 წლამდე რამის თქმას ხომ არა? 12 წლამდე მე გაქცეული ვიყავი ქვეყნიდან. დიახ. ქვეყანა დამატოვებინეს. რა თქმა უნდა მემუქრებოდნენ, რა თქმა უნდა ქონება ჩამომართვეს. თითქოს აი სულ ყმადაღებული თემა მესტიაში რაღაცა სასტუმრო ფოსტა მქონია ის სასტუმროს წაგვართვეს, ყველაფერი ჩამომართვეს აბსოლუტურად. მარნეულში გამანაწილებელი კომპანია მქონდა, ჯერ ერთი თანამშრომელი დაიჭირეს, მე მეორე თანამშრომელი დაიჭირეს, მესამე დაიჭირეს და ისიც წაიღეს წაგვართვეს, კაბიკებში წაგვართვეს. და ნუ აუტანელი ხდებოდა, ეხა მე ღიად ვიტყვი, რომ მე არ მეშინოდა დაჭერის. მაგრამ მე ვფლობდი ინფორმაციაში გინც რა ხდებოდა. ციხეში რაც ხდებოდა ზუსტად ვიცოდი. და ამიტომ გადავწყვიტეთ ვერე ქვეყანა დაგვეტოვებია. აქ საუბარია იმაზე, რომ დაჭერის შეიძლება არ შეგეშინდეს და თქვენ არ გეშინოდეთ, მაგრამ ღირსების შელახვას არიდეთ თავი. დიახ, ჩვენ ფრაქცია გავაკეთეთ მაშინ, ახალი ფრაქცია გავაკეთეთ. ბატონ ბადრი ბადარკაშვილთან ერთად გავაკეთეთ ეს ფრაქცია და არჩევნებში მონაწილეობის მიღება დააპირა ბატონმა ბადრი ბადარკაშვილმა. და ახალგაზრდების გასაგონად მინდა. ეგ დემოკრატიული ნაცმოძრაობა არჩევნებს ატარებდა ისე, რომ კონკურენტი ქვეყანაში არ შემოუშვა, ქვეყნიდან გააძევეს. და ბადარკაშვილის შტაბში როდესაც ჩვენ ვიყავით, ბოლო იყო როდესაც ჩანაწერები რო გამოქვეყნდა ვალერი გელბახიანის და ქალბატონის თითქოს რაღაც გრძელი ისტორია, ამდენი დრო თქვენც არ გექნებათ. ისიც კარგად მახსოვს ტელეიმედში რომ დავრეკეთა, გზაზე ვითხოვდით რომ ვალერი გელბახიანი ითხოვდა პირდაპირ ეთერში ჩამრთეთო. და არაფრით პირდაპირ ეთერში არ ჩართეს. ვინ არ ჩართო, ვინ? ვინ იყო გადაწყვეტილების მიღები? ვისაც უნდა ჩაერთო? ჩვენ ვისაუბრებოდით დიანა ტრაპაიძეს და ბოლოში ვკითხეთ რომ გიორგი თარგამაძეს უთხარით, გიორგის რო ჩვენ ვართ და პირდაპირ ეთერში გვინდა ჩართვა. გიორგის ესმის თქვენ რო საუბრობდო. მაგრამ არ ჩაგვთეს. ერთი კითხვა მინდა დავაზუსტოთ, რადგანაც მინდოდა მეკითხა. აი ბოლოს რომ ნახეთ გიორგი თარგამაძე, რომელიც გააცილეს კოლგით დარბევის დროს და წავიდა. მას შემდეგ როდის ნახეთ ეს კაცი და ის კითხვები, რომელიც მაშინ გაგიჩნდათ, დაუშვით თუ არა და მიიღეთ თუ არა ამ პასუხი, ან ხო არ ქონიათ ამის გარჩევა? შევხვდი. რო დაბრუნდით იქიდან ალბათ ხო? კი ბატონო, მე გითხრათ. როდესაც ჩვენ ქვეყანა მე ვეღარ შემოვიდი ჩვენ ქვეყანაში, არ დაუბრუნებული ვართ, როდესაც ის ჩანაწერები გავრცელდა ვალერი გელბახიანსაც ჩაუწერეს და აუგორეს და რეალურად იქ ხდებოდა და არაფერი ჩანაწერი კოდუას აქ არ შემოუტანია. ის ბადრის გამოგზავნილი იყო და როგორ და ეს არ ვიცი ვინ გააკეთა, მაგრამ მე ვიცი რომ კოდუას აქ ჩანაწერი არ შემოუტანია. ბადრის მოუჭრეს და ის კადრები გაუშვეს და იმ კადრების საფერს არ საუბრობს ცხონებული, სულგანათლებული ბადრი ბადარკაშვილი. არაფერს ისეც არ საუბრობს, რომ ქვეყანაში არ შემოეშვათ და ასე შემდეგ. მე რო დავტოვე ქვეყანა, შემდეგ ეს ერთ-ერთი პიროვნების გარანტიით 2011 წლის დასაწყისში შემომიშვეს ქვეყანაში. 2 წელიწადზე მეტი ვიყავი. მეტი. ეხა პერიოდულად რო აიღო, მანამდე წასული ვიყავი, მერეც წასული ვიყავი და ბოლოში 2 წელიწადზე მეტი ვიყავით. გაქცეული ჯერ კიევში ვიყავით, მე და ერთ რამეს დავაზუსტებ. აი, როცა სასუნთქეთში გადახვედით 7 ნოემბრის მერე, ბოლოს რო ნახეთ გიორგი თარგამაძე, ამის მერე 2 წელი არ გინახავთ. არ ვინახავთ, გეტყვით ამას მოგიყვებით მაგას. გარანტიით შემომიყვანეს, რომ ოჯახში ვიქნებოდი და პოლიტიკურ პროცესებში ესე ვთქვათ არ გავერევოდი და რეალურად პოლიტიკური პროცესები თითქმის პრობლემატური იყო უკვე რა. აღარ არსებობდა რეალურად პოლიტიკური პროცესები, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ ამ დალოცვილმა ბატონმა ბიზნესმა ივანიშვილმა გამოაქვეყნა თავის წერილი. და იმის შემდეგ ეხლა ჩემი გაჩერება
წარმოუდგენელი იყო. მე ვერ გავჩერდებოდი, არც გავჩერდებოდი და აქტიურად გამოვჩდი მეც პოლიტიკურ ველზე. რაზეც იმ პიროვნებას ვინც მე შემომიყვანა ქვეყანაში, როგორც ჩანს დაურეკეს, ესაუბრენ, ამან დამიბარა, მივედი, რა ხდება, როგორ არის, რა იყო, რა გინდა. ავედი, ადამიანის ფერი არ ქონდა. იმიტომ რომ ძალიან კარგად იცნობდა ისიც ამ მათ ხელისუფლებას. და მითხრა ესეთი რამე, რომ აი ესე დამამითხრეს. ვიქტორ ჯაფარიძის თავს გვამს შემოგიდებთ ეზოში. თუ ქვეყანას არ დატოვებს. შენ შემოგვაყვანინე და როგორც კიდე გაიყვანე ქვეყნიდან. მე ვთხარი გამორიცხული ახლა ჩემი აკვენიდან წასვლა ეს არ არსებობს მექნა რა წავალ მე რაღაც რჩევადარიგებები მომცა რომ მარტო არ მევლო 2-3 მანქანით მევლო ესეც იყო 2-3 კი 4 მანქანითაც და 5 მანქანითაც და გადავწყვიტე მიმეღო არჩევნებში მონაწილეობა ეს დაუბრუნდი ეხლა მივიღე გიორგი თარგამაძესთან მაგრამ ეს სანამ ბატონი ბიძინა გამოჩნდებოდა მანამდე შევხვდი გიორგი თარგამაძეს ეხა ამდენს კი ხვდები ეხა მათ პარტია გააკეთეს, რატო გააკეთეს, როგორ გააკეთეს, რანაირად გააკეთეს და კი ხვდებოდი რაც იყო და შეკითხვასაც აზრი არ ქონდა, რატო უნდა მეკითხა. პირიქით მე ვთხოვე რომ გიორგი თქო ეხა არაურევ რა, მე ფარული მოლაპარაკებები მქონდა, კონსპირაციულ ბინაზე ხვდებოდით ბატონი სოზარი ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი და ჩვენ რამდენიმე კაცი შეთანხმებული ვიყავი რომ მე ქართულ ოცნებასთან ოცნებიდან ვიყრიდი კენს და მონაწილეობას მივიღებდი და გიორგი თარგამაძეს რო არ დავეკავებიეთ რაღაც ინციდენტი არ მოხდარიყო გიორგი თარგამაძეს ვეუბნებოდი რომ იქნებ შენი პარტიიდან მივიღო მონაწილეობა თქო რა რაზეც თვითონ მპირდებოდი მე ხო ვიცოდი რომ მპირდებოდა მომაწყვილეობდა ბოლოში ძალიან კარგად ვიცოდი შესანიშნავად ვიცოდი ეგეც და ამის შემდეგ აქტიურად ჩავერთეთ ამ საარჩევნო პროცესში. საინტერესო ამ არჩევნებში, ნუ ეხა როგორ ვისავიწროვებდნენ, როგორ ავიწროვებდნენ ეხა არ განმეორდები და ყველამ ძალიან კარგად ის რაც ხდებოდა. ყველა ოჯახში წარმოიდგინეთ ხალხი გამარჯვებას არ მეუნებოდა, არ მესალმებოდნენ. ამდენი არჩევნები მოვიგეთ მესტიაში და არ მესალმებოდნენ. იმიტომ რომ ეშინოდა. მე რო ვინმე მომსალმებოდა იმ წუთში იმ ღამეს სუსის წარმოადგენლის სახში ადგებოდა. და ბოლო დღეს დააპატიმრეს ჩემი შტაბის უფროსი ბატონი კახა ჟორჟოლიანი ამათ ინფორმაცია ქონდათ ესეთი რომ ყველაფერი იყო აწყობილი და ყველა ინფორმაცია ქონდა კახა ჟორჟოლიანს და შტაბს თუ დააპატიმრებდნენ ავტომატურად დაინგრეოდა ყველაფერი და ამ მოტივით დააკავეს კახა ჟორჟოლიანი თითქოს კომისიაზე, საოლქომისიის ხდომაზე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა რომელიღაცა კომისიის წევრს. ამ მოტივით დააკავეს. ერთი კვირით ადრე. ბოლოს ხდება საარჩევნო უბნის გახსნა. აი ქალბატონი ნელი ნავერიანი და ზევინარ ჯაფარიძე რომელი მიწისთვისაც დააპატიმრეს, იქ ამათმა სამხედრო დაწესებულება გააკეთეს. არ ვიცი ესეთი სანგრები და ის ქონდათ გაკეთებული ისთვის ემზადებოდნენ წარმოუდგენელია. მაგრამ ეს გაკეთებული იყო რისთვის? რომ საარჩევნო უბანი გაეხსნათ ამ სამხედრო დაწესებულებაში და 2 დღით ადრე საოლქო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება რომ იმ სამხედრო დაწესებულებაში, რომელსაც მე ვასახელებ, გაეხსნათ საარჩევნო უბანი. გამოვიდით და ვთქვით რომ არჩევნები წავაგეთ. იმიტომ რომ ის უკონტროლო უბანია. რამდენსაც განვარდავ, მაგრამ მესტიის მუნიციპალიტეტში დაახლოებით 6000 კაცი მოდის არჩევნებში. 6800 ამორჩეველი იყო იმ წელს გამოცხადებული და ნუ მოდის იმის ნახევარზე ცოტა მეტი ალბათ. შესაბამისად, საარჩევნო უბანს რო გახსნეს სამხედრო ნაწილში, სადაც გარანტირებულად ჩაყრილი გაქვს 400 ხმა საშუალოდ, ნიშნავს რომ არჩევნები დამთავრდა იქ. კი ბატონო. ეხლა რო გამოვიდ ფიქრობ უკვე ღამეა დაღამებულია. ესმით რა უქნათ, რა მოვიფიქროთ და მე ვთქვი ესეთი რამე რომ წავიდეთ და ვნახოთ როგორი უბანია ხთ გახსნილი. საარჩევნო უბნის გახსნას რა თავის ატრიბუტები ჭირდება, რაღაცა ჭირდება, მოწყობა ჭირდება, ხო და
ერთ-ერთი კომისიის წევრი ნაციონალური პარტიიდან, ეხლა მაინც ადგილობრივები ვართ და ესე რომ ეხლა მე არ წამოყვები და ვერ ჩავისვით მანქანაში, ჩემი წარმომადგენლები და მივადექით სამხედრო დაწესებულებას. კამერა ჩართული გვაქვს. გამოვიდა ერთ-ერთი სამხედრო და იმას ვეუბნებით რომ ჩვენ მოვედით, გვაინტერესებს აქ დოკუმენტი გვაქვს რომ გახსნილი არის საარჩევნო უბანი და გვაჩვენეთ როგორაა მოწყობილი საარჩევნო უფლება კომისიის წარმომადგენლებს და წევრებს რომ გვაჩვენონ როგორ მოწყობილი არის საარჩევნო უბანი, არის თუ არა დაცული მთელი სტანდარტები რაც არის. ეს გაგიჟდა რა უბანი, რის უბანი და მას ვიწერთ ყველაფერს. რა საარჩევნო უბანი ხო არ გაგიჟდით თქვენ? თქვენგან გაიგო რომ სამხედრო პირმა რომ შიგნით საარჩევნო უბანი. ეხლა გაიგო, ჩვენ რომ ვეუბნაში გაიგო და გაოცევ რა სამხედრო უბანი და ანუ გადმოვიდა შეტევაზე და დარეკა და ჯაფარიძე არის მოსული რაღაც უბნის გახსნაზე მელაპარაკება. მოაშურეთ აქედან ამისი ისი მაგინებს. ჩვენ ეს ყველაფერი ჩავიწერეთ და მეთქალ всё, მორჩა დამთავრდა. ანუ უბანი არ არსებობს, არაფერი უბანი არ არსებობს. ეს ჩავიწერეთ, ჩამოვედით. გადავამრავლეს, 3 ცალი გავაკეთეს, გადავიღე. 3 კაცი ჩავი სხვადასხვა სამანქანაში და გამოვშვი თბილისში. აი ხა მინდა ხმამაღლა მადლობა უთხრა გოჩა ჯოჯუას, რომელიც იყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი. არ ტელეფონში არ მithქვია რომ ამ ფლეშკას მიუტანდნენ. როდესაც ჩემს მიერ გამოგზავნილი კაცი მივიდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ქვევის კარებთან, მაშინ დაურეკე გოჩა ჯოჯუას, წერილი გამოგატანე გოჩა, აუცილებლად ცესკოს წევრებს გააცანით თქვა. ამ დროს ხარატიშვილი იყო ცესკოს თავმჯდომარე. კი ბატონო. მასაც მინდა მადლობა გადავუხოთ. მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდათ. გოჩა ჯოჯუას ჩემმა გამოგზავნილმა პირმა გადასცა ეს ეგრეთ წოდებული ფლეშკა. მეც უკვე უთხარი გოჩა ეს არის ეს და ჩართეთ, უყურეთ, რა ხდება, როგორ არჩევნებს ატარებთ. ამოვიდა გოჩა ჯოჯუა, ცესკოს ხტომა მიმდინარეობდა და პირდაპირ განაცხადა, რომ მესტიიდან ვიქტორ ჯაფარიძემ გამოატანა ჩანაწერი, სადაც არ არსებულ უბანზე გახსნილი არის უბანი. ჩართეს და აჩვენეს. იმ წუთში მიიღო ბატონმა ხარატიშვილმა გადაწყვეტილება და საარჩევნო უბანი გააუქმა. არ არსებული, არ არსებული შექმნილი უბანი და ის უბანი თვითონ არ შექმნა. თვითონ ორქმა შექმნა. მაგრამ ორქი რას აკეთებდა ცესკომ ვივარაუდოთ რომ ვითომ არ იცოდა. ვითომ არ იცოდა, კი ბატონო. მაგრამ ეგრე იყო გააუქმა და პრაქტიკულად ამით ბოლობერკეტი გამოუაცალეთ ნაცებს და მოუგეთ არჩევნები. ბატონო ვიქტორ, სხვაებიც დასვამენ კითხვას, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია განმარტოთ. მე გავიგე თქვენ რაც თქვით, გასაგებია რა იყო თქვენი სტრატეგია და ტაქტიკაც, მაგრამ ბევრმა შეიძლება ვერ გაიგოს. ანუ თქვენ რომ გადაწყვიტეთ მიუხედავად იმისა, რომ მუქარის ქვეშ და პირობით მოგცეს უფლება საკუთარ სამშობლოში დაბრუნების. არა და არც ერთი საერთაშორისო სამართლის პრინციპის მიხედვით ჩვენი კონსტიტუციის თანახმად არავის აქვს უფლება აუკრძალოს ქვეყნის მოქალაქეს შემოვიდეს საკუთარი მოქალაქეობის ქვეყანაში. ამას გიგრძელავდნენ. შემდეგ შემოგიშვეს პირობებით და დათქმებით და რასაც თქვენ შეძლების დაგვარად ასრულებდით, რომ ოჯახი არ შეგეგდოთ საფრთხეში, პოლიტიკური პროცესიც მკვდარი იყო სრულად და ეს მეც მინდა დაგიდასტუროთ, რომ არა ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც გააკეთა განცხადება, რომ მე შემოვდივარ პოლიტიკურ ველზე და იქ უკვე გაგვაერთიანა და გამარჯვებას მიაღწია მან. ამ დროს თქვენ გადაწყვიტეთ ჩაერთოთ ისევ პოლიტიკურ პროცესში. დიახ. ოცნების შეიძლება ამ დროს ფორმალურად დაფუძნებული არ იყო, მაგრამ ივანიშვილის წარმომადგენლებს, იმ შემთხვევაში ირაკლი ღარიბაშვილს და სხვებს შეხვდით და შეუთანხმდით ხელისუფლებისგან ფარულად, იმიტომ რომ საშიში იყო იმ დროს ღიად მოქმედება, რომ თქვენ ებმებოდით სვანეთში, ზემო სვანეთში მათთან ერთად, ანუ ივანიშვილთან ერთად პოლიტიკურ პროცესში, მაგრამ ომში რომ მიდიხარ და დაცულობაც უნდა უზრუნველყო, ხო, სანამ ისვრი. აი ამ დაცვად თქვენ მოიფიქრეთ ესეთი სატყუ არა? კი ბატონო, ესე. რომ სააკაშვილისგან თავი დაგეცვათ, კი ბატონო.
ამ სატყუარად თქვენ მიიჩნიეთ გიორგი თარგამაძე და მისი KDM. კი ბატონო. ქრისტიან-დემოკრატიული პარტია. დაუწყეთ გიორგი თარგამაძე საუბარი, რომ მომეცი უფლება შენგან ვიყარო კენჭი. კი ბატონო. ალბათ იმ ვარაუდით და რომ დავიდასტუროთ. იმ ვარაუდით, რომ გიორგი თარგამაძე პირდაპირ იყო ნაციონალურ მოძრაობაზე მიმული, ის რაც ფაქტები ამას მოწმობს, სავარაუდოდ გაურიგდა სააკაშვილს იმედის დარბევის და უფრო მანამდეც, როდესაც ბადრი პატრაკაციშვილის მიერ მისთვის გამოგზავნილი ჩანაწერი მან არ გავრცელა და ამით ჩაიდინა პრაქტიკულად ღალატი. გაურიგდა სააკაშვილს, რომელმაც შემდეგ გამოაცილებინა სპეცრაზმსის თავისი პიჯაკებით იმედიდან, შეუქმნა პარტია, აფინანსებდა ამ პარტიას ხელისუფლება და სახელისუფლებო ბიზნესი. ქრისტიან-დემოკრატებს. უკეთეს დაცვას რას ნახავდი? ხო, თქვენ მიიჩნიეთ, რომ ეს იყო დაცვა, რომ გიორგი თარგამაძე მაშინვე ამას გადასცემდა ნაციონალურ მოძრაობას. ნაციონალური მოძრაობა იფიქრებდა, რომ ვიქტორ ჯაფარიძემ რეალური დაპირისპირება კი არ გადაწყვიტა. აგერ ჩვენ მიერვე გამოგონილ დანიშნულ ოპოზიციაში მივიდა და იქიდან აპირებს კენჭისყრას და ეს არ იქნება საფრთხე. და თქვენ სინამდვილეში რეალურ დაპირისპირებას ამზადებდით სვანეთში ივანიშვილის ხელმძღვანელობით სააკაშვილთან. სწორად მესმის თქვენი სტრატეგია და ტაქტიკა. სწორად აღწერე. ეს შეიძლება ასეც იყოს დასკვნაში მოყოლილი სწორად მოვყევი? ეგრე იყო. ეს არის ფაქტები. ეგრე იყო. ის რასაც თქვენ აკეთებდით. ეგრე იყო. ანუ ჩვენ მაშინ ყავდა ქვეყანაში სააკაშვილის მიერ დანიშნული ოპოზიციონერები გიორგი თარგამაძის სახით, რომელიც გვაფიქრებინებდნენ, რომ ვითომ ებრძვიან რეჟიმს. მე ვიცოდი ქალბატონი. ასე იყო თუ მე მგონია რომ ასე იყო. აბსოლუტურად სწორი ფორმულირებაა და. წეგან ბატონი ზვიაძის ძიგური გამორჩა თქვენ ისიც ახსენეთ და მასაც მინდა. არავის არ უნდა დაეკარგოს ის რაც გააკეთა, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ გამპირვებას გამოვხატავ დღეს მე პირადად, რომ საიდან სად შეიძლება მიხვიდე ადამიანი. ყველა პროტესტის მონაწილე იყო ბატონი იმ ზვიაძე. ბრძოლისთვის მე მასაც მინდა მადლობაც კი არა, მას მინდა მადლობა გადაუხადო, ხვებით ვახსენე და ის არა და ბოდიში რომ გამორჩა. ბატონო ვიქტორ, ჩვენ ძალიან გვაწუხებს აი ეს სანაკოევის ადმინისტრაციის საკითხი. რამდენად იყო გამართლებული და თქვენ ამაზე ისაუბრეთ. თუ ეს გაკეთდებოდა რეალური შერიგებისთვის, ეს რატომაც არა და თემა, მაგრამ მაინც ბუნდოვანი რჩება, არა იმიტომ რომ ჩვენთვის რჩება ბუნდოვანი. რა საკანონმდებლო ცვლილება იყო ის, რასაც თქვენ და რამდენიმე დეპუტატი უპირისპირდებოდით, რომელიც იყო პირდაპირ დამაზიანებელი ჩვენი ეროვნული სხეულის და ტერიტორიული მთლიანობისთვის. აი ეს კიდევ ერთხელ მკაფიოდ რომ ავხსნათ. ეს არის ახალგორის მცხეთა-მთიანეთის და ეს ახალგორის უფრო ახალგორის ახალი საზღვრების გაჩენა. სანაკოევის აი ეს აუხსენით ახალგაზრდებს თუ შეიძლება. სანაკოევის ადმინისტრაციას როცა ქმნიდნენ, ადმინისტრაციას ვერ შექმნი თუ მას საზღვრები არ აქვს, ხო? და როცა წარმოდგენილი იყო და წარმოადგინეს სანაკოევის ადმინისტრაციის საზღვრები, წარმოუდგენელი იყო ახალგორიც იქ შედიოდა. ანუ ჩვენ დაუკანონეთ, რომ ეს სამართლის ტერიტორიაა და ამ დროს ახალგორი რა სტატუსის მატარებელია? ამ დროს ახალგორი ჩვენი იურისდიქციის ქვეშ არის. ხო, აი ეს არის აქ თავარი რომ. აქ თავარი ეგ არის, ახალგორი არის ქართული ხელისუფლების იურისდიქციის ქვეშ კონტროლირებული ტერიტორია. და სააკაშვილმა, როგორც დავით გამყრელიძის ნათქვამიდან ირკვევა ამერიკელთან შეთანხმებით. კი ბატონო, ესე იყო. ახალგორი თბილისის მიერ კონტროლირებადი გადაიყვანა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიად აქცია. კი ბატონო. ამას ეწინააღმდეგებოდით. დიახ, ეწინააღმდეგებოდით. და რამდენი დარჩით ბოლოს ჩვენ ამოვიღებთ კენჭისყრის შედეგებს, მაგრამ აღარ მახსოვს რამდენი, მაგრამ ნუ გაიტანეს ჩვეულებრივად. დავით გამყრელიძეს რატომ მიადექით ასე ვთქვათ? მისი ხმა გადამწყვეტი იყო? დავით გამყრელიძეს იმიტომ მივადექი ქალბატონ თეა, რომ დავით გამყრელიძის სიტყვებია, რომ ამერიკელებთან არის შეთანხმებული და ეხლა ამერიკელებთან შეთანხმებული ჩვენ გვეგონა მაშინ ფიქრობდით, რომ თუ ამერიკელებთან შეთანხმებული ესე იგი სწორნაბიჯებს დგამენ. ეს არგუმენტი იყო მისი მხრიდან, რომ დამაჯერებლობა შეეძინა მისი არგუმენტისთვის და
ნუ ეხა სიმართლე რო გითხრათ, მაშინ მეც არგუმენტად მივიღე. მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან უყურებ, რომ ძალიან ცდებოდი მეც და ეხა მე არ ვიცი ის მართლა შეუთანხმდა თუ არ შეუთანხმდა ამერიკელებმა უწყეს თუ არ უწყეს, მაგრამ დავით გამყრელდეს მე ვერ დავაბრალებ, რომ ლოიალური იყო ხელისუფლების, სააკაშვილის ხელისუფლების მიერ. სერიოზული პრობლემების უქმნიდან ახლები. კი. სერიოზულ პრობლემებს. კი ბატონო, ბატონი სოზარი და უნდა დავასრულოთ. განმარტავ მაინც წინაპირობას რაც იყო საქართველოს იყო შემადგენელი ნაწილი საბჭოთა კავშირის, როგორც ერთ-ერთი რესპუბლიკა 15-თაგანი და აქ იყო 3 ავტონომიური წარმონაქმნი: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი. როდესაც კრემლის პირდაპირი წაქეზების ინსპირაციით დაიწყო სეპარატისტული მოძრაობები, მაშინ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებამ გააუხმა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი. ეს შევიდა კონსტიტუციაში. ახალგორი შედიოდა მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტების, მაშინ რაიონები ერქვა, რაიონების ტერიტორიები პრაქტიკულად გადანაწილებული იყო, ისე რომ საზღვრები ყოფილი ოლქისა იყო აბსოლუტურად შეცვლილი. აი სწორედ ეს ყოფილი ავტონომიური ოლქის ტერიტორია de jure აღადგინა მიხეილ სააკაშვილმა, როდესაც აღადგინა იმ ძველი რაიონების ტერიტორიები და პლუს ახალგორის ადმინისტრაცია, ახალგორის რაიონი გამოიყვანა მცხეთა-მთიანეთის სამხარეო დაქვემდებარებიდან და შეიყვანა აი ამ ახლად შექმნილი ადმინისტრაციის შემადგენლობაში. შესაბამისად, de jure ამით მოხაზესი საზღვარი, რომელიც პრაქტიკულად დაიკავა 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთმა და ეს ხდება ამ ომის დაწყებამდე 2 წლით ადრე. ერთი მინდა დავამატო ხალხუნთია. ესე იგი 2012 წელს როგორც კი ჩემი კანდიდატურა ქართულმა ოცნებამ დამასახელეს კანდიდატად, მესტიაში ისე სასტუმრო ფოსტას უბრუნდები. სასტუმრო ფოსტის შენობას ფასადური რაღაც რემონტი გაუკეთა, როგორც სხვას დანარჩენ. ჩვენთან არ უკითხია არავის ისე. და როგორც კი მე კანდიდატად დავრეგისტრირდი, მეორე დღესვე ოფიციალური წერილი მოვიდა, რომ გადაიხადეთ ფასადის შეკეთების ღირებულება 583,000 ლარი. შენობა არ ღირდა მთლიანად. ხო, ამის შემდეგ მაშინ როცა მესტიის რეაბილიტაციის ფასადების რეაბილიტაცია სახელმწიფო აფინანსებდა. სახელმწიფო აფინანსებდა ყველას რეაბილიტაციას. მაგრამ თქვენ გამოწვევეს ჩემი სახლი. ჩემი პირად, ჩემი სახლი მარჯვენა სახლი გააკეთეს, მარცხნივ გააკეთეს. საცხოვრებელი სახლი. საცხოვრებელ სახლს არ გაიგარენ, მაგრამ ის ცენტრში იყო, იმასაც არ აკეთებდნენ, მაგრამ შემდეგ თვითონ სააკაშვილს თქვა, ამას რატო არ აკეთებდო? ესო ჯაფარიძის არის იმდენ არ ვაკეთებთ რა და არა მაინც გასაკეთებელი ცენტრია უშნო იქნებოდა და მე ფასადი გავუკეთეს რა. მაგრამ გადაიხადე 9 მილიონზე. ახლა გადაიხადეო მეუნებიან. ფასადისთვის. რა თქმა უნდა არ გადავიხდი, რას გადავიხდით. შალვათა დომაძე იყო მაშინ ჩვენი ადვოკატი. რა თქმა უნდა პირველი ინსტანციაც მოგიგეს, მეორე ინსტანციაც მოგიგეს. პარალელურად დამაჯარიმეს მე ქართულ ოცნებას შევიტანე 20,000 ლარი. შევწირე. დამაჯარიმეს 100,000 ლარით. ამის შემდეგ გადავიხადე 100,000, სხვა არ ვაპირებდით გადახდას 100,000 ლარის. აღსრულებას უნდა გადავცეთო 98 წლის დედაჩემის სახლი, უნდა გადაეცათ აღსრულებაზე, უნდა ჩამოერთვიათ. და რო გადავიხადეთ 100,000 ლარი, შემდეგ კიდე დამიძახეს სასამართლოზე, საიდან მოიტანე 100,000 ლარი, მოგელადის კომისია რო იყო. საიდან მოიტანე 100,000 ლარი? მე წარვადგინე, ალბათ რომ ვაფიქსირებ, წარვადგინე დაახლოებით $1,000,000 გადმორიცხვები უცხოეთთან ჩემს. და ჩემი რა ქვია ანგარიშები. რომ თუ იქ თემა არის, რომ საიდან მოიტანე 20,000 ლარი. ამ დროს უცხოეთიდან მე ბიზნეს ვაკეთებდი და მქონდა დოკუმენტი ბანკის ამონაწერო, ჩემს ანგარიშებზე ირიცხებოდა $1,000,000-მდე ვალუტა. ამის შემდეგ ისე სწრაფად მიბარებდნენ. ჩავიდოდი მესტიაში და მიბარებდნენ ჩამოვიდოდი და ბოლოს მახსოვს ბატონ ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრა და ბატონ ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა ჩემი, რა ქვია, გადარიცხვების დოკუმენტები, ჩემი кейსი ხელში.
რომელიც ევროკავშირის წარმომადგენლებს მოუყვა იქვე ტელევიზიაში, უსმენდი ტელევიზიაში. რომ აი ესეთ უსამართლობას აკეთებენ, ესე იქცევიან. დამიდეკეს მეორე დღეს სასტრაფოდ ჩამოდი სასამართლოზე. ისევ. ეხლა მესტია ცხეთაში ვარ არა რა. ჩამოვედი ისევე. შევიდა იმაში რა ქვია სასამართლოში ჩემი კეთი ბეკაური იყო ჩემი. ადვოკატი შემოვიდა 5 წუთში გამოვიდა სასამართლო მოვიგეთ. გაგამართლეს. ევროკავშირის ელჩს გადაუწყვეტია მოსამართლის მანტიაში სასამართლო დავის ბედი კი ბატონო. რა თქმა უნდა, ამის შემდეგ მივედი აღსრულებაში. სასტრაფოდ მჭირდება ფული თქო. მივედი ბანკში, ვიკითხე. ბანკიდან ფულს რომ გავიტან. ქვია ეროვნულ ბანკს ამდენ შეწოდინება თქო. ხვალდილითო. ქართულში ავიღე ფული 6 როაკ და 10 წუთი მაშინ. სხვა მანქანაში ჩავდა ეს ფული გავატარე მესტიაში და არჩევნებისთვის კიდე მოვიხმართ ის თანხა. რა სასწაული ხდებოდა ეგრე არა. კი ბატონო. დღეს რო ესე ლამაზად ყვებიან რაღაც რამაზ ისტორიებს რომ თითქოს დემოკრატია იყო და თითქოს ადამიანის უფლებების რომელ უფლებებზე საუბრობთ. 68 წლის ჩემი მამიდაშვილი დააკავეს იმისთვის რომ ჩემი მამიდაშვილი იყო. და 3 წელიწადი ციხეში ამყოფეს რომ წინააღმდეგობა გაუწია თურმე დაკავების დროს სახლში შევიდნენ ჩხრეკაზე. არ გააჩხრეკინა სანამ მეზობლები არ მოვიდნენ. და მეზობლები რომ მოვიდეს, ესე იგი წინააღმდეგობა გაუწევია და მიიყვანეს და 3 წელიწადი მიუსაჯეს. აი იგი იყო მაშინდელი ხელისუფლება. და მე რომ გაუბედე და დაურეკე იმას მერაბიშვილს, მივწერე რომ ჩემი მამიდაშვილი ყავს 68 წლის კაცი დაპატიმრებული რასერით გამოუშვით თქო. დამირეკა შემდეგ იმას ლორდ კიფანიძე. მოდიო იმაში ოქო სამინისტროში მე მეგონა მეთქი რაღაცას ალბათ აპატიებენ ლორდ კიფანიძე ვინ არის დავაზუსტო. აი ეს არაჯდებთან ერთად შემოაპარა ეს ვიوارდ მიშინე გასაკო და მინისტრია და რომ მივედი იმ სამინისტროში ვიცხავ რომ რა მამიდაშვილზე საუბრობ მადლობა თქვი ცოცხალი რო დადიხარო. აი ამ პასუხს გამომისწრე. მინისტრის მოადგილე. დიახ ეგრე იყო. ბატონო ვიქტორ და როცა გამოვიდა თქვენი მამიდაშვილი ბარემ ეს ისტორიაც მოყევით ეხლა მე ბევრჯერ მაქვს მოსმენელი მაგრამ საინტერესო იქნება. რომელი ციხიდან როცა გამოვიდა და ციხის გარებთან დახვდით. ეს რო დააპატიმრეს გავასაჩივრეთ. გვარი სახელი რო ვალერი ავალიანი. ვალერი ავალიანი. 68 წლის. 68 წლის. გავასაჩივრეთ, ხო დააპატიმრეთ შეუფარდეს, გავასაჩივრეთ და გირაო შევიტანეთ, გირაო შევთავაზეთ და შეხვდა ქრისტიანი მოსამართლე. გვარი ნამდვილად არ მახსოვს, თულის ვერ ვიკადრებ და იმ მოსამართლემ გირაო შეუფარდა და გამოუშვა. რომ გამოუშვა, წავედით მე, ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა. მის დასახვედრად გლდანის საპრობილეში. რომ მივედით ეს კაცი გამოვიდა იმიდან რა ქვია, საპრობილედან და ტირის, ცემლით ტირის და არ იყო ის ტირალაგაცი. თორე ისეთი იყო, სერიოზული კაცი იყო. და მოდი ვალერი ჩაჯექი მანქანაში თქვა და თქვენ არ იცით აქ რა ხდებაო. რა ხდება მე ვთქვი, მოდი ვალერი მივედით. გცემდნენ თქოშა, მე არაო, მე არა, მაგრამ თქვენ არ იცით აქ ახალგაზრდებს რას უკეთებენ, ვერ წარმოიდგენთ. და სამწუხაროდ გვეგონა რომ იმას გირაოს როგორც აკეთებდნენ რა, გირაოს ჯარიმაში უფიქსირებდნენ შემდეგ და პირობით უსჭიდნენ. მე ეს მეგონა რომ ამას გააკეთებდნენ რა და რამოდენიმე თვის მერე ჩაუნიშნეს პროცესი, მე რა თქმა უნდა მაშინ გაქცეული ვიყავი. წავედი და 3 წელიწადი მივისაჯეს და კალენდარულად მოახდევინეს. ინვალიდი გამოვიყვანეთ. არ დაგავიწყდეთ 68 წლის კაცი ისე ცემეს რომ 10 თვე საავადმყოფოში იწვა, მათ საავადმყოფოში. ქალბატონი ის რო იყო კალმახელიძე. მინისტრი. ის მინისტრი კალმახელიძე ის რო შევიდა მაშინ ქსანის საპრობილეში, იქ დაუწყო მან ვალერი ყვირო აქეთ მოდი ნახეთ მაშინ კარვებში როგორ ძინავთ პატიმრებს, კალახში ძინავთ პატიმრებს და ისე მოაქციეს შემდეგ რომ 11 თვე იმაში იწვა. საავადმყოფოში, მათ საავადმყოფოში. რო გამოვიდა მას მერე ფეხზე ვეღარ დადგა და 7 თუ 8 წელიწადი კიდე იცხოვრა და ლოგინში და გარდაიცვალა. ესე დაინვალე. ერთს კიდე ჩავერთვები და განმარტავ კარვებში. ესენი საუბრობენ რა. კარვებში რას ნიშნავს? ჩვენ ძალიან ბევრჯერ მოვისმინეთ როგორ იყო
18 კვადრატულ მეტრზე 30-40 კაცი და ფეხზე რო ეძინათ პრაქტიკულად, მაგრამ ქსანში იმის ადგილის კი არ იყო, რომ უბრალოდ ვერ ეტეოდენ საკნებში და ამიტომაც კარვები იყო გაშლილი ეზოში და იმ კარვებში ეძინათ პატიმრებს სამთარს დაფხულ. ამაზეა საუბარი. კი ბატონო. მე მინდა თხოვნით ვთხოვო ახალგაზრდებს, რომ ის არაფერს არ ნიშნავს, რომ თქვენ ვერ მოესწარით იმ პერიოდს. ინტერნეტის ეპოქაში ვცხოვრობთ და ძალიან ბევრი კადრების ნახვა ინტერნეტში შეგიძლიათ და მეორე ხა შაჰაბაზს მე არ ვიცნობდი, მაგრამ მეჯაურება, იმიტომ რომ ჩემი ქვეყანა აოხრა. და გახსოვდეთ, რომ ეს ამ ქვეყანას აოხრებდნენ ეს უნამუსო ადამიანები, მედი არაფერი. გასაგებია ბატონო ვიქტორ, თუ შეკითხვები აღარ არის, აღარ შეგაწუხებთ, საკომიტეტო კვირაა და ყველა დეპუტატს აქვს თავისი ინდივიდუალური საპარლამენტო სამუშაო და სხდომები. დიდი მადლობა ამ მტკიცებულებებისთვის. ჩვენ საჯარო სხდომის ფორმატის მიღმაც დავრჩებით თქვენთან კონსულტაციის რეჟიმში, ვინაიდან თქვენ ფლობთ იმ ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას და ფაქტებს, რომელიც ჩვენი დასკვნისთვის და მისი შედგენისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი მადლობა იმ ბრძოლისთვის, რაც თქვენ გასწიეთ, თქვენმა ოჯახმა, ნათესავებმა, თანამებრძოლებმა, იმიტომ რომ მაშინ თითოეული ასეთი კენჭი, აგური თუ კიდევ უფრო დიდი შენატანი ბრძოლაში იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ეს უნდა გითხრათ, არ შეიძლება რომ არ გითხრათ. ჩემი და არის პროფესიით ექიმი და სასაზღვრო პოლიციაში მუშაობდა მესტიაში. ონკოოპერაცია გაუკეთეს თბილისში, მე არ ვიყავ ქვეყანაში. და საავადმყოფოდან გამოწერილი არ იყო, ისე დაიბარეს. სასაზღვრო დეპარტამენტში ქვევით დახვდნენ და პირდაპირ უთხრეს მანნა ჯაფარიძე ხარ? დიახ, მანნა ჯაფარიძე ვარ. ვიქტორ ჯაფარიძის და ხარ? ვიქტორ ჯაფარიძის და ვარ. ამობრძანდით, ეხლა ზევით ხმა არ მოიღო, განცხადებას დაწერ და თქვენინებით დატოვეთ სამსახურს. ჩვენ ვიქტორ ჯაფარიძის დას ხელფას ვერ მიცემთ. ამის შემდეგ ჩემმა დამ მესტიაში ავადსახსენებელ პოსტაში პატარა ოთახში მაღაზია გააკეთა. და მესამე თუ მეოთხე თვეს 11 ფინანსური პოლიციის წარმომადგენელი შეუვარდა რომ დაეპატიმრებიათ მან რას ნახავდნენ სულ 1000 ლარის პროდუქტი ყოდა მაღაზიაში. აი, ეგ იყო მიშასხელში. გასაგებია. ამავდროულად ბატონო ვიქტორ, ესეც შეიძლება ალბათ ითქვას, რომ ამდენმა უბედურებამ ყველა ის ადამიანი, ვინც სააკაშვილის რეჟიმს ებრძოდა, სააკაშვილის მეთოდებთან, მის ამგვარ ქცევასთან წინააღმდეგობის პირობებში გამობრძმედა ადამიანები. ცუდი გამოცდილების შედეგად, მაგრამ ვინც ნაბრძოლია რეჟიმთან, ის დღეს გამობრძმედილია, ის დღეს არის ხელისუფლებაში. ამ ყველაფერს თავი მოუყარა ბიძინა ივანიშვილმა და მისი ხელმძღვანელობით დადგა გამარჯვების დღე. შესაბამისად ეს გამოცდილება, რაც თითოეულმა ჩვენგანმა ზოგმა ძალიან დიდი უბედურების ხარჯზე, ზოგმა მეტნაკლებად პრობლემების ხარჯზე მივიღეთ ბრძოლისას. იმიტომაც არის, რომ მე მაგალითად ჩემად ვიტყვი, რომ სხვის ნაცვლად არ ვისაუბრო, რასაც მე როგორც პოლიტიკაში გარკვეული რაღაც პატარა გამოცდილების მქონე ადამიანს ძალიან მეცინება იმ მეთოდებზე, იმ უჭკუო სტრატეგიებზე, თუ ამას საერთოდ სტრატეგია შეიძლება დაერქვას, პოლიტიკური ბრძოლისა, რასაც ვხედავთ ქუჩაში ან ქუჩის მიღმა ჩვენი ხელისუფლების დასამარცხებლად. ცოტა მეტი ჭკუაა საჭირო, ცოტა მეტი რაღაცა დაფიქრებაა საჭირო, იმიტომ რომ დღეს იმ ექსტრემისტულ ჯგუფებს, ვინც ებრძვის ქართული ოცნების ხელისუფლებას, არც მორალური ზურგი უმაგრებს მხარს ზურგს მორალი, იმიტომ რომ მართალი უნდა იყო პოლიტიკურ ბრძოლაში, თუ შემოდიხარ, მე იყო მართალი, სიმართლისთვის უნდა იბრძოდე. არც ერთ იმ უბედურ ადამიანს, ვინც აქ შემოვიდა და გუშინდელი სხდომა იყო მორიგი ეს უმძიმესი. როდესაც ჩვენ მოვისმინეთ, რომ თურმე გლდანის ციხეში არსებობდა ესეთი ინსტიტუტი, კაცი ჭამია ფლოსტები. ეს იყო ფლოსტები, რომელსაც პატიმარს აძლევდნენ ფეხზე ჩასაცმელად და ეს ფლოსტები იყო გაცილებით უფრო
გამძლე ვიდრე ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლე და ეს ფლოსტები აგრძელებდა ცხოვრებას, ადამიანები კვდებოდნენ. კლავდნენ ციხეში ადამიანებს და ამ ფლოსტებს მერე გადაიბარებდა სხვა ცოცხალი პატიმარი, რომელიც ასევე მოკვდებოდა და შემდეგ კაცი ჭამია ფლოსტები ერქვა. ამის მერე საერთოდ ალბათ ჩვენ აღარაფერზე აღარ უნდა ვსჯელობდეთ აქ, მაგრამ აი ამ სხდომების კვალდაკვალ ვინც კი ამ დარბაზში შემოვიდა დაზარალებულებს და მსხვერპლებს გულისხმობ. მათ არც ერთი წუთი დღესაც არ აქვთ ის ტკივილი დავიწყებული და ისინი არ დაუშვებენ იმას, რომ ჩვენ ქართულმა ოცნებამ, ამ თაობის ქართულმა ოცნებამ ისე გადაულოცოთ ახალგაზრდათაობას ხელისუფლება, რომ მავნებლების პრობლემა მოგვარებული არ იყოს. და როცა მათ გვერდით დგები, ეს არ არის მართალი ბრძოლა. კაცი ჭამია ფლოსტებისთვის, სააკაშვილისთვის, ყავარჯნით და კასტილით და ცოცხით ადამიანის გაუპატიურებისთვის ვერავის ვერ დავაბრუნებთ ჩვენ ხელისუფლებაში. და ამისთვის რომ იბრძვი ამის დაბრუნებისთვის ეს მართალი ბრძოლა არ არის სულ რომ იყო 17 წლის. ასაკი არ ნიშნავს ავტომატურად იმას რომ მართალი ხარ. ამიტომ პირველი კრიტერიუმი არის რომ ბრძოლა რომელშიც ერთვები ეს უნდა იყოს მართალი ბრძოლა, სიმართლისთვის, უკეთესისთვის ბრძოლა. მე ამას უნდა ცოტა მეტი ჭკუა, გამოცდილება, თავი არ უნდა გამოაყენებინო უსინდისო პოლიტიკოს, რომელსაც ზურგში მხოლოდ მავნებლობის გამოცდილება აქვს და არაფერი უკეთესი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ მე მინდა ყველა ვიცოდეს, რომ ღიმილის მომგვრელია ის ვითომ სტრატეგიები, რაც პოლიტიკურ ოპონენტებს აქვთ. ჩვენ მათ მცდელობებს ამ კომისიის ფარგლებითაც და კომისიის დასკვნითაც შევებრძოლებით ქართული ოცნება, რომ ასეთი რამ კასტილით, ცოცხით გაუპატიურებული პატიმრის ინსტიტუტი აღარ დაბრუნდეს, პატიმრის წამება, სკამზე გამოვმა და ცემა 24 საათიან რეჟიმში არ დაბრუნდეს, მოსამართლე, რომელიც ათავისუფლებს პატიმარს, იმიტომ რომ ევროკავშირის ელჩმა ასე გადაწყვიტა, ეს არ გვინდა, მოსამართლემ თვითონ უნდა გადაწყვიტოს და გაათავისუფლოს თუ არა. და ჩვენ არასდროს არ დავაბრუნებთ იმ რეჟიმს, სადაც უცხოელი არის საქართველოში ბატონი. აი ეს არის რისთვისაც ჩვენ წვალობთ, ვიბრძვით კვლავ და ეს ბრძოლა ბოლომდეა მისაყვანი. მადლობა თქვენ და ყველა იმ ადამიანს, ვინც თავის დროზე ამ ბრძოლაში მონაწილეობა მიიღო და დღესაც აგრძელებთ ამას. თქვენ ძალიან ბევრ ადამიანს წარმოადგენთ. მე მათ მინდა ამ ფორმით შევეპასუხო, სანამ დაგემშვიდობებით. ჩვენ არ გვაქვს სამწუხაროდ იმდენი დრო, რომ ყველას მოусმინოთ. ძალიან დიდი მადლობა, რომ სანამ მობრძანდით, სხვებთანაც გადაამოწმეთ ფაქტები, იმიტომ რომ თქვენ რეალურად მათ პოზიციასაც გამოხატავთ და ჩვენ თქვენი სახით დღეს იმ ადამიანებსაც ნაწილობრივ მოусმინეთ. ასე გვინდა რომ ჩავთვალოთ, იმიტომ რომ ყველას ვერ უსმენთ სამწუხაროდ, დრო გვაქვს შეზღუდული, ასეთია პარლამენტის რეგლამენტი. დიდი მადლობა. ერთი უნდა ვთქვა კიდე, არჩევნებში არ მონაწილეობაზე რომ საუბრობენ, მინდა დავაფიქსირო და ხმამაღლა ვთქვა ახალგაზრდების გასაგონად. მე ორჯერ ვიყავი მაჟორიტარი დეპუტატი, ორივეჯერ ოპოზიციონერი ვიყავი. ოპოზიციური ფლანგიდან მოუგე ხელისუფლებას არჩევნები. მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა და ის მივიდნენ მოსახლეობასთან. ტელევიზორით არ არის არჩევნები. მე ამის დაფიქსირება თვით სააკაშვილის რეჟიმის დროსაც კი არჩევნები მოუგე სააკაშვილის რეჟიმს და შევარდნაძის დროსაც მოუგე შევარდნაძის. ეგ არის სიმართლე. კი, მე დავამატებდი იმას, რომ არა მხოლოდ ტელევიზიაში არ იგება, ტელევიზიათ არ იგება არჩევნები იგება ხალხთან ურთიერთობით და თუ გაქვს მხარდაჭერა. დადგება არჩევნების დღე და მე არ უნდა მიხვდნენ, რომ ელჩი ფიშერი არ იძლევა ამ ქვეყანაში ხმას. ხმას იძლევა ქართველი გლეხი, ხმას იძლევა ქართველი სტუდენტი, სრულწლოვანი, ხმას იძლევა ქართველი პროფესიონალი თუ
დიასახლისი, ვინც ზრდის ახალგაზრდა თაობას. ამიტომ ათემუშაო ჯობია ქვეყნის შიგნით წყდება დღეს არჩევნების ბედი და არა რომელიმე საელჩოში. კაპიტან თეა, დიანა ტრაპაიძეზე მინდა ვთქვა რა, არ ვიქნები მართალი, იმიტომ დიანამ გითხრა ჩაქრთავთო, ეხლავე მოიცეთ ჩაქრთავთო. მაგრამ შემდეგ ვინ არ დაანება ჩართვა, ეგ სხვა არის. მე არ ვიცი. კი ბატონო. ეხლავე ჩაქრთები, არ ვიქნები მართალი, რომ მე თქვენ არც გითქვამთ სხვა რამ, უბრალოდ ვინც გვერდით ედგა? ნუ ეხა ეს მე ვამბობ რომ დიანამ კი ბატონო, ეხლავე ჩაქრთავთ. მაგრამ არ ჩაქრთს. კი ბატონო, დიდი მადლობა. მადლობა თქვენ, რომ ესე დიდ საქმეს აკეთებთ. მადლობა, ეს თქვენ გადაწყვიტეთ რა ოცნებად თქმა და უნდა, ჩვენ გადავწყვიტ, მაგრამ ამასაც ხო შესრულება უნდა რა. ვცდილობთ რომ ღირსეულად ვიზიდოთ ეს ტვირთი, რა ვქნათ. მადლობა. ნახვამდის ბატონო ვიქტორ, ბოდიში რომ ვერ გაცილებთ. ნახვამდის. ჩვენ არ გვაქვს შესვენების ფუფუნება, ამიტომ ვაგრძელებთ. ჟურნალისტი სოფო ნიკოლაიშვილი გვეწვია, ქალბატონი სოფიო გამოცდილი ჟურნალისტია. ის იყო